ყველაზე ინოვაციური ტელეფონი Samsung-ისგან Galaxy S26 Ultra. მსგავსი ინოვაცია ჯერ არ ჰქონია და მთელი პრეზენტაცია ილაპარაკეს თუ როგორ მუქდება ეკრანი შპიონი გვერდიდან არ ჩანს და აი კოშმარი. წელს რაც Samsung-მა იკადრა, არავის არ უკადრია და ეგ არის მარტო ინოვაცია. დავიწყებ იქიდან, რომ ანტიბლიკური ეკრანი აღარ აქვს მაგის გამო. მე როდესაც ქვია Samsung-ი და რახან Apple-მა გააკეთა ალუმინი, შენც გადადიხარ ალუმინზე და რა თქმა უნდა, ეს ტაობაოს ტელეფონს გავს. ელემენტი დატოვეს იგივე 5000 და კიდე ძალიან დიდი ინოვაცია, კამერა, რომელიც 5 წელი ერთ და იგივე მოდული დევს 200 მეგაპიქსელიანი, 1 და 4 დიაფრაგმით. ხო მაგარია, ყველამ ხო იცით შუქი მეტი შედის და ღამე მაგრა იღებს. კი ბატონო, ღამე იღებს, მაგრამ დღე რა ხდება, მეტი შუქი შედის და ბლიკები აქვს და ვერ იღებს. შემდეგ წელს იქნება ცვალებადი დიაფრაგმა, ოღონდ ჯერ iPhone-ი დაასწრებს, Samsung-ზე აქვს შეკვეთილი. აი მსგავსი მაიმუნობა მე არ მინახავს და არ ვიცი, ვისაც გინდათ იყიდეთ, რა თქმა უნდა, ახალი პროცესორი, ელემენტი იგივე 5000 დატოვეს და 17 პროცჯობია ელემენტით Max-ზე აღარ აილაპარაკი და ყველაზე დიდი ინოვაცია კიდე 10 წუთით უფრო მალე იტენება. Max-ები რა თქმა უნდა არ აქვს და ეს არის ძალიან დიდი დაუნგრეიდი და არ ვიცი. მე გეუბნებით რაც რეალურად არის, ეკრანი რა თქმა უნდა ძალიან მაგარია. M14 დააყენეს და ესეც ინოვაცია, ოღონდ 2 წელი iPhone-ში აყენია და თავის ტელეფონში აყენებენ ახლა. ეს არის თქვენი Samsung-ი. iPhone-ის გავლანძღე, Samsung-ის გავლანძღე, ასეო ვინც ეგეთ რაღაცას გააკეთებს, ყველას გავლანძღავ. აპანახვამდის.